სოციალურად დაუცველი ნატაშა კიკი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს უჩივის. მისი თქმით, რამდენიმე წელია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით ხელისუფლებას წერილობით მიმართავს, თუმცა მისი პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. მარტო ხელა ქალბატონი აცხადებს, რომ ბოლოს განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 20 აპრილს მიმართა და დაახმარებას თხოვა. მისივე თქმით, წერილობით თხოვნას უწყების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. 20 დღეში წინა 20 დღის წინ შეიტანეთ, რაზე შეიტანეთ განცხადება? რაზე ამ პირობებისთვის. თხოვე ცოტა რამით მოდით ნახეთ და დამიხმარეთ და ისე таких как ты у нас 500. Ода მეორეც 500-დან 100 сказал. Ისა гизум цартаньям. Ir გოგირებია. Если у них 500 есть, მეორეც დამანახეთ. მე მოინტერეს ვის აქვს ასეთი იმ 500-დან 100 მდგომარე. ნატაშა კიკი ამბობს, რომ საკუთარ სახლში მიუხედავად რთული სოციალური პირობებისა მაინც რჩებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ მოვარდნილმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და იქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა. იგი ამჟამად მეზობლებთან აფარებს თავს. სოციალურად დაუცველი ადგილობრივ მთავრობას მიმართავს და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. Ветер нарушил, ветер все время рвет, вырывает, дверь не могу открыть. И рвет, и летит этот шифер. Там все сорватое, разве не видно? Я боюсь даже заходить, чтоб на голову не упало. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადასტურებენ, რომ ნატაშა კიკი მათ რამდენჯერმე მართლაც მიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თქმით, სოციალურად დაუცველ ქალბატონს უწყება მერჯერადი ფულადი დახმარება გაუწია. მაია ხურცკაია ამბობს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. ჩვენგან რა დახმარებაც ქალბატონმა ნატაშამ მიიღო ამ წელს ეს არის ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. ის ითხოვდა, რომ გაგვეუმჯობესებინა მისი ყოფითი პირობები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სოციალურმა სამსახურმა გაუწია მას შუამდგომლობა დანიის დევნილთა საბჭოში. შედგა კომისია, რომელიც ითვლის ხარჯებს და ზარალს იმისას, რა ზარალიც მიაყენა ბოლო პერიოდში ქარიშხალმა ზუგდიდში მოსახლეობას და შესაბამისად ქალბატონ ნატაშას გაეწევა დაახმარება აუცილებლად. ნატაშა კიკი ამ დრომდე მეზობლებთან რჩება, იგი პრობლემაზე დროულ რეაგირებას ითხოვს.